idea. გვანცა პაპავაძე საუბრობდა თელ-ავივიდან. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება ჟენევაში, სადაც საქართველოს დელეგაცია უკვე გაემგზავრა რიგით 24 რაუნდში იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე საუბარი ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობას შეეხება. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს. ქართული მხარე 4 მხრივ შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე ეგრეთ წოდებული მავთულხლართების საკითხს დააყენებს. გვიან ღამით გაემგზავრა ჟენევაში მოლაპარაკებების კიდევ ერთი წევრი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ოკუპირებულ სოფლებში მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავებების საკითხის დაყენებას გეგმავს. ჩვენ მაინც აქცენტი ვაკეთებთ იმას, რომ ძალის გამოუყენებლობაზე, პირველი ჩვენი და ჩვენი განცხადება გავაკეთეთ, როგორც ვიცით, ჩვენი პარლამენტი არის ეგეთი კარგი განცხადება და ველოდებით, რომ აი ის ფორმატი, რაც არის ახლა ჟენევაში, როგორც სტარდება, ის გააგრძელოს ეგრე, რომ ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფი ჰუმანიტარული საკითხები, რასაც სადაც განიხილავენ და მეორე ჩვენი ძალის გამოყენებლობა.